ესეთი ცუდი მსაჯულება მე აი ძალიან დიდი ხანი აი ზუსტად იმ გადამწყვეტ მომენტში, სადაც გჭირდებოდა და მართლა მე ვფიქრობ, თუნდაც პირველ მომენტზე, თუნდაც პენალტის მომენტზე, მაგრამ კიდევ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არასდროს მსაჯზე ნამდვილად არავის არ ვაბრალებ, როგორც აღვნიშნე, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა და ყველანაირად ვიღებ ამ დარტყმას, რაც დღეს მივიღეთ. მე ვთვლი, რომ 3-1 წასაგები თამაში ნამდვილად არ ყოფილა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უბრალოდ ამით უნდა დამეწყო, ბოდიშ გიხდით ყველას, ბოდიშ უხდი გულშემატკივარს, ვინც მოვიდა და მხარი დაგვიჭირა. მე ვთვლი, რომ ჩვენ უფრო მეტი შეგვიძლია, ამ გუნდს უფრო მეტი რესურსი აქვს და აი იმისთვის, რომ ვერ გამოვაჩინეთ ჩვენი ესე რომ ვთქვათ, ნამდვილი ძალა, აი ამისთვის მინდა ბოდიში მოუხადო, ვინც გულშემატკივრობდა და სტადიონზე იყო მოსული და არა მარტო სტადიონზე, ვინც გულით გულშემატკივრობდა და მადლობა მათ მობრძანებისთვის. მე ვფიქრობ, როგორც აღვნიშნე, რომ ნამდვილად არ იყო 3-1 წასაგები, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა ვიღებ და არასდროს ისრებს არავისკენ არ გავისვრი. მე ვარ ყველაფერში, ესე რომ ვთქვათ, პასუხისმგებელი ყველაფერზე და თუ რამე ისე არ მიდის, როგორც ყველას გვინდა, რა თქმა უნდა, პირველ დარტყმას ვიღებ მე და მე ვიცი რაც უნდა ვქნა, რა ნაბიჯებიც უნდა გადავდგა და ამიტომ ჯერჯერობით მეც ვერაფერს ვერ გეტყვი. შანსები ყოველთვის არის 0-0 იწყება თამაში. რა თქმა უნდა, შევთანხმდით ამაზე, რომ ძალიან ძლიერი გუნდია, მამოდა ჩვენ ამაზე გუშინაც ვისაუბრემ პრესკონფერენციაზე. რა თქმა უნდა, აქვს სუსტი მხარეები, იდეალური გუნდი არ არსებობს და პრინციპში გამოჩნდა დღეს ეს, რომ აქვს ნამდვილად სუსტი მხარე და შევეცდებით, რომ ის რაც საქართველოში დავაკელით, იქ ავინაზღაუროთ და ასე რომ ვთქვათ, უფრო მეტი სითამამე გვინდა და ალბათ მეტი თავდადება, რომ ესეთი რანგის თამაშები მოიგო.